ამ ორმა ადამიანმა და მით უმეტეს ილია ჭავჭავაძემ შეძლო მე-19 საუკუნეში ეს არის დაუჯერებელი. ილია ჭავჭავაძემ მარტო მოიგო სახელმწიფო. ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრი გმირია, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც შეეძლო ამ ქვეყნისთვის, სარწმუნოებისთვის, თავისუფლებისთვის თავის შეწირვა და ფიზიკურად. ანუ ადამიანს რაც გააჩნია ყველაზე ძვირფასი სიცოცხლის გაღება. ეს არაერთხელ მომხდარა. ბოლო-ბოლო ქართლის ცხოვრების ჩვენი ისტორიოგრაფიის მიხედვით 100,000 ადამიანია მკვდარი ერთ დღეს შეწირული. მაგრამ მე ვფიქრობ, რა უფრო ძნელი იყო ქართველებისთვის. ერთ დღეს თავგანწირული სიკვდილი თუ მთელი ცხოვრება შენი სამშობლოსთვის სიცოცხლე. ამიტომ ვთვლი, რომ მრავალი თვალსაზრისით და მიმართულებით ილი არის სულად უნიკალური და გენიალური მოვლენა, ამის ანალოგი ჩვენ არ აქვს. ჩვენ კი არა, მე მგონია, რომ კაცობრიობის ისტორიას არ აქვს ასეთი ანალოგი. თვითონ უყვარდა, შეიძლება იცით, ჯუზეპე გარიბალდი, ასეთი დიდი იტალიელი გამაერთიანებელი, იტალიური სახელმწიფოს შემქმნელი მე-19 საუკუნეში 1861 წელს და გიждდებოდა ილია და ქონდა მისი პორტრეტები, შეიძლება იცით ყველგან. და რო დაჭერეს ჯუზეპე გარიბალდი, თურმანიძეების მალამო გაუგზავნა თვითონ ილიამ. მაგრამ ახლოსაც ვერ მევა, ვერ ჯუზეპე გარიბალდი, იმიტომ რომ ჯუზეპე გარიბალდი კი ნამდვილად დიდი მებრძოლი იყო, მაგრამ ასე უიარაღოთ გონებრივი და სულიერი ბრძოლით ადამიანს გაერთიანებინა ქვეყანა და შეექმნა სახელმწიფო, ამის ანალოგი კაცობრიობის ისტორიამ არ იცის.